ბავშვები, ვინც ფიზიკურს, ემოციურ ან ფსიქიკურ უარყოფას გამოივლიან, მაგალითად იმიტომ, რომ დედა ავად იყო, მამა კი დაკავებულია, ხშირად შფოთვას განიცდიან, რის გამოც მათი ტანი სტრესის ჰორმონს გამოყოფს და თუ ეს ხშირად ხდება, მაშინ ჰორმონები მომწამლავი ხდება განვითარებადი ტვინისთვის, რაც შემდგომში მათ ემოციურ და კოგნიტურ კეთილდღეობას ხელს შეუშლის. დანიელის რეალური ისტორია, ვინც ბავშვობა რომის ბავშვთა სახლში გაატარა, უარყოფის გავლენის საჩვენებლად კარგი მაგალითია. ისტორია 1966 წელს იწყება, როდესაც რომის მთავარს, ნიკოლას სურდა მისი ქვეყანა მსოფლიოში უძლიერესი გაეხადა და შეიმუშავა კანონები მოსახლეობის რაოდენობის გასაზრდელად. აბორტი და ბავშვის მოცილება არალეგალური გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვების დაბადება მართლაც მოხშირდა ამ კანონის შემუშავების შემდეგ, ოჯახების უმეტესობას არ შეეძლო შვილებზე ზრუნვა და დანიელი, ისევე როგორც დაახლოებით 9 მილიონი სხვა ბავშვი, გაგზავნეს ადგილობრივ ინსტიტუტში. ბავშვთა სახლის უმეტესობას არ გააჩნდა სათამაშოები, წიგნები ან რაიმე სხვა, რომ კოგნიტურ განვითარებაში წვლილი შეეტანა. ბავშვების უმეტესობა მთელი დღე იწვა და ჭერს შესცქეროდა მომდევნო კვების მოლოდინში. ადამიანებთან კომუნიკაციის ნაკლებობის გამო ზოგიერთმა ბავშვმა შეიმუშავა თვითსტიმულირების სტრატეგიები. როგორიცაა მოძრაობა წინ და უკან. კოგნიტური უარყოფა ხშირად ინტელექტის დაქვეითებას იწვევს, რასაც ენის სწავლისა და კრეატიულობის სირთულეები მოყვება. ეს იმიტომ, რომ ჩვენი ტვინი ყოველი ახალი გამოცდილებისა და სტიმულის შესაბამის კავშირებს აგებს და ცხოვრების პირველი წლების მანძილზე ასეთის არარსებობის შემთხვევაში. იმ პერიოდში, როცა ტვინი ყველაზე სწრაფად ვითარდება, ბავშვები ვერ აგებენ საძირკველს სამომავლო განათლებისთვის. ისინი მთელს ცხოვრებას გამოტოვებენ. დანიელი 400 სხვა ბავშვთან ერთად ერთ ოთახში იძინებდა საწოლში, რომელიც იშვიათად იწმინდებოდა. საკვებს ძირითადად კომბოსტოს მცირე ნახარშები წარმოადგენდა, რომელსაც ზოგჯერ პერსონალი იპარავდა თავის გამოსაკვებად. ზოგი აღმზრდელი მოძალადე იყო, რომ გაეკონტროლებინა ბავშვები, ზოგი უფროს ბავშვებს მოუწოდებდა ეცემათ და დაემცირებინათ დანიელი და მისთვის ავტორიტეტების შესახებ ესწავლებინათ. ფიზიკური უარყოფისა და ბაზისური ნეირონული განვითარების გარეშე უმეტესობა ობლების ვერც იზრდებოდა. ბევრი მათგანი დაავადებებით ინფიცირდებოდა მათზე ერთი და იმავე საინექციო საშუალებების გამოყენების გამო. ფიზიკური ძალადობის გამო ისინი დალურჯებულები და დაშავებულები იყვნენ. გადაღლილი და არაკვალიფიცირებული თანამშრომლები იშვიათად თუ ამშვიდებდნენ მტირალე ბავშვებს. ისინი დანიელთან დროს თითქმის არც ატარებდნენ. ზოგი ბავშვი სრულად მარტოდ იყო დატოვებული. იმ ადამიანებს უმალავდნენ გრძნობებს, ვისაც ისინი უნდა დაეცვა, რადგან ტკივილი აშინებდათ. ემოციური უარყოფა და შფოთვა იწვევდა სტრესის ჰორმონების, ადრენალინისა და კორტიზოლის გადაჭარბებულად გამოყოფას, რასაც განვითარებად ტვინზე მომწამლავი ეფექტი ჰქონდა. ეს გამოცდილებები ასევე ბავშვებს უმახინჯებდა სიყვარულსა და ადამიანურ ურთიერთობებს. ისინი სწავლობდნენ, რომ არავის უნდა ენდონ და ზრდასრულობაში ხშირად დეპრესია, ინსომნია და შფოთვები ტანჯავდათ. როცა ქაუსეასოს რეჟიმი დაემხო და ბავშვთა სახლებში მდგომარეობა ტელევიზიით გაშუქდა, მკვლევარები მსოფლიოს სხვადასხვა ადგილიდან ჩამოვიდნენ მოსახელო ბავშვებზე დასაკვირვებლად. სკანირებამ მოგვიანებით აჩვენა, რომ ზოგიერთ მათგანს ტვინის პატარა მასა ჰქონდა. კვლევის შედეგად მყარად დასაბუთდა, რომ ბავშვის აღზრდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ მისი განვითარებისთვის, არამედ ადამიანური კონტაქტისთვისაც. ამ ბავშვების დასახმარებლად ისინი უცხოელმა ოჯახებმა იშვილეს. შვილადაყვანის შემდეგაც კი ბევრ მათგანს უჭირდა ახალი მშობლების სიყვარული. ეს ამყარებს მიჯაჭვულობის თეორიას და ცნებას, რომ ბავშვი საჭიროებს მოსიყვარულე ურთიერთობას ერთ აღმზრდელთან მაინც. დანიელს ოჯახში საკმაოდ გაუმართლა. მაშინ, როცა იგი კვლავ განიცდიდა ტრამასა და შფოთვას, მან მაინც მიიღო განათლება უნივერსიტეტში და საკუთარი ოჯახიც შექმნა. მოგვიანებით კი ორგანიზაცია დააარსა უარყოფილი ბავშვებისთვის. თუ თქვენ მოსიყვარულე გარემოში გაიზარდეთ, ჩათვალეთ, რომ ძალიან გაგიმართლათ. თუ გამოგიცდიათ უარყოფა, ეცადეთ გაიაზროთ, რომ ეს თქვენი ბრალი არ ყოფილა და შესაძლოა არც თქვენი მშობლების ბრალია. ვიდეო თარგმნა ლიზი მეჟდო